მოგესალმებით, ეს არის გადაცემა მომავალი თაობა. მე კი მისი წამყვანი სალომე მაისურაძე გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სკოლასა და მოზარდებზე. ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში მოვიწვიეთ კავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ლოთქიფანიძე, მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე თვარისა ქრივიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო გიორგაძე და IB ევროკავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა პაპუგაშვილი. მადლობთ მოგზაურობისთვის. მოგეხსენებათ, რომ მოზარდი ცხოვრების დიდ ნაწილს სკოლაში ატარებს და ამიტომ მშობლის შემდეგ ბევრი რამ დამოკიდებული არის მასწავლებელზე. მე მინდა გკითხოთ, რა გავლენას ახდენს მასწავლებელი ბავშვზე და ზოგადად, რა როლს თამაშობს იგი ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში? ჩემი აზრით დიდ როლს თამაშობს ბავშვის ჩამოყალიბებაში და აუცილებელია მოზარდი მასწავლებლის მიმართ იყოს დადებითად და ასევე მასწავლებელიც, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მოზარდს უნდა უხარდეს სკოლაში მისვლა, იმიტომ რომ მასწავლებელი დახვდება იქ და არა ისეთი რომ კაცრი, აუცილებელია მკაცრიც იყოს მასწავლებელი, ოღონდ უფრო ლოიალური, იმიტომ რომ შეიძლება შეძულდეს ესე რომ ვთქვათ ბავშვს. მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა არ მომდომებია წასვლა სკოლაში იმ დღეს, იმიტომ რომ მქონდა რაღაც გაკვეთილი. ხო, რომელიც ან არ ვიცოდი, ან ვიცოდი, მაგრამ უბრალოდ მისვლა არ მინდოდა, ხო, მასწავლებელი დაგტუქსავდა. ანუ რაღაც დატუქსა, ახლა თუ იცი არ დაგტუქსავს, მაგრამ ცოტა რთულია, როცა იცი რომ კაცრია ან რაღაც მაგდაგვარი და მიდიხარ და მაინც რომ ციცავდე, ცოტა დაძაბული ხარ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მასწავლებელი ყოველთვის მოსწავლის მიმართ უნდა იყოს რაღაც კარგ დამოკიდებულებაში, არის თუ არა ის კარგი მოსწავლე, მაინც ჩემი აზრით ესა. დავეთანხმები ნამდვილად. ანუ არიან მასწავლებლების ისეთი გარკვეული კატეგორია, რომელიც ბავშვს რაღაც უფრო თulis რომ თუ დაასჯი და თუ მკაცრად მოექცევი, უფრო რაღაც კარგად გამოვა მასთან ურთიერთობა, მაგრამ პირიქით, აი, ჩემს მაგალითსაც გეტყვით, ჩვენს სკოლაში არიან მასწავლებლები, გარკვეული ნაწილი, რომლის გაკვეთილებს ვთქვათ შეიძლება არ გვიხაროდეს იმის გამო, რომ რაღაც არ მოგწონს მასში, ამიტომაც აუცილებლად მასწავლებელი მეგობრულად უნდა იყოს ბავშვთან და ის ერთგვარად მისაბაძი მაგალითიც კი უნდა იყოს მისთვის და უნდა უყვარდეს ბავშვს მისი საგანი იმის გამო, რომ თუნდაც ეს მასწავლებელი ასწავლეს. სიმკაცრესაც გააჩნია, სიმკაცრესაც გააჩნია, იმიტომ რომ მე მყავდა მასწავლებელი, რომელიც მართლა ძალიან მკაცრი იყო და არ მიყვარდა არასდროს ფიზიკა, მაგრამ იმდენად, ანუ მკაცრი რა ყოველ გაკვეთილზე გამოდი და საბოლოოდ მაინც შემიყვარდა ეს გაკვეთილი. იყო მკაცრი, მაგრამ რომ ყველა გაკვეთილზე შენ გიძახ. ანუ მკაცრი იყო, მაგრამ იცი როგორი მკაცრი, რომ ცოტა როგორ გითხრა, სხვანაირი მკაცრი იყო, არ იყო ის, რომ ჩხუბი და რაღაც იმდენად მკაცრი იყო, რომ ამ სიმკაცრით შემოყვარა ეს. დიდი ქონდა მაინც აი მასწავლებელი. ხო, აი იქ იყო რა. მასწავლებელი არის ის სუბიექტი, რომელიც ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ყველაზე დიდ როლს თამაშობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბავშვი 5-6 წლის ასაკში შედის სკოლაში. იგი არის ადამიანი, რომელიც მიმართულებას აუცილებლად აჩვენებს ბავშვს, რომელიც გარკვეულ ცოდნას დაწყებით კლასებში უგროვებს მოსწავლეს და ამის შემდეგ ბავშვი ანუ მასწავლებელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ როგორ მოეპყრობა თავიდან მას, თუ როგორ მიუდგება და ამის შემდეგ ალბათ ბავშვი უფრო მონდომებით მოეკიდება ამა თუ იმ საგანს. მე მაგალითად ესე ვფიქრობ, რომ როდესაც მკაცრია მასწავლებელი, როდესაც ძალიან ესეთი მიდგომა აქვს ბავშვის მიმართ, არავმობიერი, უფრო ძალიან მკაცრი, ალბათ უკვე შედეგს იღებს ყოველთვის მოსწავლისგან, იმიტომ რომ მით უმეტეს პატარა ასაკში ბავშვს ყოველთვის უნდება უჩნდება იმის გაკეთების სურვილი, რასაც უკრძალავენ. ხო, მაგრამ არის შემთხვევა, როცა თუ არ იყავი მკაცრი, არაფერი არ გამოდის და ამიტომ ხო, ანუ არ ვარ. თავიდანვე, როდესაც შედიხარ კლასში პირველად, მაშინვე უნდა იყოს რაღაც ურთიერთგაგება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ეს გარკვეული სიმკაცრეც მაშინვე უნდა გამოჩნდეს და ის გარკვეული რაღაც თავისუფლებაც რაც ბავშვს მასწავლებელმა უნდა დააბალანსოს აუცილებლად ეს პრობლემა მოსწავლეს. ხო, თავიდან უნდა იყოს ლმობიერი, მაგრამ თუ ხვდება, რომ არ გამოდის ბავშვთან ეს, ალბათ სიმკაცრეც აუცილებელია, რომ რაღაც ან ისწავლოს, ან უკეთესი შედეგი. რაღაცა ფსიქოლოგიური მიდგომაც უნდა შეძლოს მოსწავლეს მიმართ. უნდა იცოდეს როგორ მიუდგეს, როგორი არის უკეთესი მოზარდისთვის. და რა შემთხვევაში გარკვეული ტაქტიკა უნდა შემოშლილი, ალბათ სიმკაცრით, ჩხუბით, ჩემი ასეთი კარგით, გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. სამწუხაროა, მაგრამ სკოლაში ყოველთვის არსებობს დაჩაგვის ფაქტები, განსხვავებული გარეგნობის ან შეხედულებების ბავშვებისადმი. თქვენ კლასში თუ ყოფილა ესეთი შემთხვევები და ზოგადად რას ფიქრობთ ამაზე? ვერ ვიტყვი, რომ ყოფილა ჩემს კლასში, მაგრამ ანუ ბევრ სკოლაში ან ბევრ კლასში ხდება ეგეთი რაღაც და მე ვთვლი, რომ ამის მასწავლებელი
ამ დროსაც დიდი წვლილი მიუძღვის მასწავლებლებს, იმიტომ რომ როდესაც ხარ დამრიგებელი კლასის, უნდა იცადო, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი უფრო მეგობრულად იყოს და უნდა შეიცადო, რომ არავინ, ერთმანეთი არ დაჩაგრონ და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ და არა ჩხუბი. აი მე მოვიყვან ერთ მაგალითს, ჩემს კლასში არა, მაგრამ სკოლაში ყავდა ერთი ბავშვი, რომელიც შეზღუდული უნარების იყო და არა მარტო მისი კლასელები, არამედ მთლიანად სკოლის ბავშვები ძალიან ვეხმარებოდით ყველაფერში, რაღაც ძალიან გვყარდა ის ბავშვი, სტახნის წინ გადავიდა და ხელს უწყობდით ყველაფერში. ეს თვითონ ბავშვიდან გამომდინარეც არის, ვინ როგორ შეხედავს და ვინ როგორ მიუდგება. გარკვეულად ეს მშობლებიდანაც მოდის, როგორ აღზრდის მშობელი ბავშვს. ამიტომაც აუცილებელია ბავშვები ასეთი ბავშვების მიმართ, შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების მიმართ ლოიალურები ვიყოთ. კარგი. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ მშობლის და ოჯახის ადამიანებთან ურთიერთობა, როგორ მოეხსნა სხვას. რაღაც განსაკუთრებული ნაკლი თუ აქვს იმას, აუცილებლად ეს პირდაპირ უნდა მიუთითო და პირიქით ხელი უნდა შეუწყო იმაში, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს. საზოგადოებასთან ამდენ დაუშვებელია ეს ფაქტი ჩემთვის, რომ განსხვავებული იმის გამო ერთი მეორეს ჩაგრავდეს. ინსტიტუციის ობიექტები ხდებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც მოკლებული არიან საზოგადოებასთან ურთიერთობას, რაც არ უნდა იყოს. კარგით, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებები, მაგალითად გამოფენები ან სპორტული შეჯიბრებები ბავშვის განვითარებისათვის სკოლაში? აუცილებელია, იმიტომ რომ ჩემი აზრით უფრო უახლოვდები გარემოს ადამიანებს, მასწავლებელს და თუ მასწავლებელი გააკეთებს საგანთან დაკავშირებულ რაღაც ღონისძიებას, ეს დაეხმარება ბავშვს უფრო მხიარულად ცოდნის გაღრმავებაში და ისწავლის იმ საგანს უფრო ჩემი აზრით ეს დაავჯდე წიგნთან, მე პირადად წიგნთან ჯდომას მირჩევნია ეს ღონისძიება ჩავატარო და იმით ვისწავლო და დამეხმარა სამაში მასწავლებელიც. ამგვარი ღონისძიებები ალბათ ურთიერთობების გაუმჯობესებას უფრო შეუწყობს ხალხს ბავშვებს შორის. იქნებიან უფრო მოტივირებულები, იქნებიან უფრო დასაქმებულები და საკუთარ თავზე აიღებენ რაღაც გარკვეულ პასუხისმგებლობას, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმაში აუცილებლად. ასევე ეს პროცესი თვითონ მომზადების ამ პროექტის არის საერთოდ ბავშვებისთვის ძალიან სახალისო და ყველას ძალიან სიამოვნებს, როდესაც რაღაც ევალება ისეთი კლას გარეშე და პროექტი. ამიტომაც თვითონ მასწავლებელმაც უნდა შეუწყოს ამაში ბავშვის ხელი და უფრო გაახალისოს და ის აუცილებლად უფრო მოინდომებს ამ საგნის მეტად სწავლას და უნდა არსებობდეს თუ არა სკოლაში ფსიქოლოგიის კაბინეტი და დაეხმარება თუ არა მოზარდ პრობლემების გადაჭრაში. ჩემი აზრით აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგის კაბინეტი სკოლაში და ნებისმიერი პრობლემის დროს ცოტა ხნის წინ ახსენეთ ჩაგვრა ერთი მეორის მიმართ და აუცილებლად ესეთ შემთხვევაში ფსიქოლოგი დაეხმარება როგორც ბავშვის ჩაგვრას, ისევე მეორე დაჩაგრულ ადამიანსაც რაღაც პრობლემების გამოსასწორებლად. ეს იქნება მასწავლებლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო რომ გაიუმჯობესონ მოსწავლეების მიმართ, ტაქტიკის შემუშავება და სხვა მრჩევლები, დამოკიდებულებები ბავშვების მიმართ. დავამატებდი, რომ სკოლაში არა მარტო ფსიქოლოგის კაბინეტი უნდა იყოს, თუ საშუალება არის, აუცილებლად ერთი მამაო მაინც უნდა დადიოდეს სკოლაში, რომელიც ბავშვებს დაეხმარება, იმიტომ რომ ფსიქოლოგი გასაგებია კი, მაგრამ როდესაც ყავს მამაო და მასთან საუბრობ და აი მასთან მაინც სხვანაირად გახსნილი ხარ, ეს უფრო ეხმარება ბავშვს თავის პრობლემების ჯერ საუბარში და შემდეგ გადალახვაში და ის უფრო სულიერად ამაღლებს ბავშვს და უფრო მეტ სტიმულს მისცემს იმისთვის, რომ რაღაც მეტი გააკეთოს და რა თქმა უნდა ფსიქოლოგის კაბინეტი უნდა იყოს, მაგრამ ამასთანავე არც სულიერება უნდა მოაკლდეს ბავშვებს, რომელიც დღევანდელ თაობას ნამდვილად აკლია და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი დადის ეკლესიაში და აუცილებელია, რომ ეკლესიასთანაც ქონდეს სიახლოვე მოზარდებს. ამასთან დაკავშირებით მინდა შეგეკითხოთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში რელიგიის ისტორია და დაეხმარება თუ არა ბავშვს აგნის ცოდნა, სწორად წარმართოს შემდეგ თავის ცხოვრება. დაეხმარება აუცილებლად და ალბათ მასწავლებელსაც უფრო გაუჭირდება ბავშვის მეთვალყვა იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგია და მოძღვარი თუ გაყოლება, ფსიქოლოგიც წეხან ვერ ჩავერთე, უფრო მასწავლებელს გაუადვილებს ბავშვთან და უფრო ბავშვებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ როცა ყავს მოძღვარი და როცა ფსიქოლოგთან ახლო კონტაქტიც გაქვს, უფრო არ გიჭირს ცხოვრების ალბათ გაგრძელება და ახმა და აუცილებელია სკოლაში აუცილებელია იყოს მოძღვარიც, აუცილებელია იყოს ფსიქოლოგიც და რელიგიაც რო ისწავლებოდეს, ჩემი აზრით აუცილებელი. რელიგიას ვსწავლობდი მე სკოლაში. ეს იყო მე კლასებში ვსწავლობდი და ხო ეს საგანი საწინდარია, რომ ამ საკში ბავშვი ძალიან კარგად გაერკვეს რელიგიურ სამყაროში და იცოდეს ისტორია.
ყოველ შემთხვევაში ჩვენი საწმუნების ქრისტიანობის მაინც. და ალბათ ყველა სკოლაში მიზანი შეწონილია რომ ასწავლიდნენ ამ საკითხს. აღოცა მაღალ კლასებში ჩემი აზრით მე-5 მე-6 კლასი არ არის საკმარისი რომ შეისწავლოს სრულფასოვნად ეგ საგანი. ნუ საწინდა რელიგია იმ საგანს იყო და შეიძლება შენ თვითონ გაიუმჯობესო უკვე შემდეგ წლებში ცოდნა და შენ თვითონაც აითვისო რაღაც. აი დავამატებ თუ შეიძლება რა როდესაც რელიგიას სწავლობს ბავშვი აუცილებელია მე-5 მე-6 კლასიდან დაიწყოს თუნდაც ამის სწავლა, იმიტომ რომ როდესაც რელიგიას სწავლობ უკვე ყველაფერს სხვანაირად აღიქვა. მე სწავლობდი რელიგიას დაბალ კლასებში და აი როდესაც გარდატეხის ასაკი გიახლოვდება და მანამდე უკვე იცი რაღაცეები ამ რელიგიის შესახებ და ისტორია, უფრო ყველაფერს სხვანაირად აღიქვა, უფრო მეტად ასოცირდება ყველაფერი შენს თვალში და აუცილებელია, ძალიან მნიშვნელოვანია რომ რელიგია მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლებოდეს სკოლებში. კარგით, მოდი ზოგადად შევაჯამოთ, როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლა როგორი უნდა იყოს, რომ ბავშვი უხაროდეს იქ სიარული და ეს არ იყოს მისთვის იძულებითი. რა უნდა შეიცვალოს სკოლაში ამისთვის? რა ვიცი, აი მე პირადად ჩემს სკოლაში ხო ვერ ვიტყვი ყველაფერი იდეალურად იყო თქო, მე დავამთავრე ქუთაისის ნომერ-3 საჯარო სკოლა. მაგრამ ძალიან მიყვარდა, დღემდე ძალიან მიყვარს გამომდინარე იქიდან, რომ შესაფერისი პედაგოგებიც ყავდნენ, აი როგორცაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ბავშვებთან მიდგომის მეთოდები, ტაქტიკა და ასე შემდეგ. ყველაფერი ძალიან კარგად გამოიხატებოდა მათი მხრიდან ჩვენს მიმართ მიდგომა. ყოველთვის გვიდგებოდნენ როგორც ჩვენთვის იყო შესაფერისი, ცოტა აუდია მე მგონი. და იდეალური სკოლა ისე ვერ ვიტყვი როგორი უნდა იყოს, ალბათ აუცილებლად იგივე ხშირად უნდა ტარდებოდეს ღონისძიებები ბავშვების წასახალისებლად, უნდა ისწავლებოდეს რელიგია, როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ და რაც მთავარია, ბავშვებს შორის უნდა იყოს დამოკიდებულება და ურთიერთობა ისეთი, რომ ერთმანეთთან შეხვედრა და ერთმანეთის ნახვა ყოველთვის უხარდეს და სკოლაში სიამოვნე რა თქმა უნდა პირველ რიგში. ხომ დავამატებ. კი, სკოლა საერთოდ ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი თავის დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. ადგილი, სადაც სწავლობს ურთიერთობებს და ძალიან ბევრ ახალ გრძნობას განიცდის სკოლაში. ამიტომაც სკოლა მასწავლებლები პირველ რიგში უნდა ეცადნენ იმას, რომ ბავშვებთან უნდა ქონათ ყველანაირად მეგობრული ურთიერთობა. არ უნდა გაკიცხონ ისინი თუნდაც რაღაც გაკვეთილას არ ცოდნის გამო ან სხვა რაღაცების გამო. და უნდა ეცადონ ყველანაირად, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს სკოლაში, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ მოგონებად ჩაეწეროს, ასე რომ ვთქვა და აუცილებელია, რომ როგორც მასწავლებლები, ისე თვითონაც ბავშვები ერთმანეთში ავსებდნენ ერთმანეთს და სკოლა იყოს რაღაც ისეთი ადგილი, სადაც ყველას ეყვარება სიარული და სადაც ბავშვობა იქნება ძალიან ლამაზი და გასაგებია ვიძახდა ბავშვობა ეს ასაკია, რომელიც აი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი, რომელსაც ყოველთვის ძალიან კარგად ვიხსენებთ, ძალიან ხალისით ვიხსენებთ ხოლმე, არის ესეთი პერიოდი, როდესაც არ გვიწევს ბევრ უსიამოვნო რამეზე ფიქრი, როდესაც მაინდა-მაინც დამოუკიდებლები არ ვართ და არ გვაჯარებს რაღაცა რთული პრობლემები. ამიტომაც ჩვენი ბავშვობა ძირითადად უკავშირდება სკოლის წლებს. ამდენად სკოლა უნდა იყოს სასიამოვნო გარემო უნდა იყოს სკოლაში საქმიანი და ყოველთვის უნდა უხაროდეს ბავშვებს იქ მისვლა. და ჩემი აზრით უნდა შეგიქმნას სკოლა მის პირობა, რომ ყველანაირად მე შემდგომ ცხოვრებაში შულთან დამოკიდებულებაც გქონდეს დადებითი. თუ მასწავლებელი ეცდება, რომ შენთან ან თუ გასწავლის, ან მშობელი აუცილებელია, მაგრამ მასწავლებელიც უნდა ეცადოს ჩამოგიყალიბოს ყველანაირი ურთიერთობა მეგობრისადმი და ყველა ადამიანისადმი და მე ვთვლი, რომ თუ ბავშვმა თქვათ არ იცის გაკვეთილი არ არის აუცილებელი ბავშვების წინაშე ეჩხუბო, აუცილებელია რომ დატუქსო, დასაჯო, ესე რომ ვთქვათ, ცოტა უხეშად. მაგრამ ეს ისეთი მეთოდებით შეიძლება იყოს, რომ კორექტულად და უფრო უკეთესად აღიქვას და ისწავლოს და პირიქით არ შეძლდეს იმ მასწავლებლის საგანი. კარგით. დიდი მადლობა, მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ეს იყო გადაცემა მომავალი თაობა, მომავალ შეხვედრამდე. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დაარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.